მოკლედ ჩემო ძვირფასებო სანამ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმარზე გადავალთ მანამდე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რომ არ გამოგრჩეთ შაბათს და კვირას საღამოს 8 საათზე კომედი არხზე მიხოს და მაროს ახალი სერიები საუცხო სერიები მოკლედ მად ვარ დარწმუნებული რომ ამ შაბათ კვირასაც ჩაერთვებით და გაიგებთ რა მოხდა იქ სიურპრიზი გელოდებათ მანამდე კი მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან კარგი ადამიანი კარგი მსახიობი ჩემი და თქვენი მეგობარი კარგი ბიჭი გემრიელი ალალი ნიჭიერი კაცი თავისუფალი თეატრის მსახიობი ლაშა გურგენიძე მადლობა ბიჭებო მე მინდა სავარძელია რაღაცა მეფე მგონია თავით რაღაც როს განწყობას უქნით უცე ხო ანუ აი რაღაცა მეფურად სრული კომფორტი ჩვენ სტუმარს ჩვენი დევიზი როგორ ბრძანდებით ესე იგი ჩემო ლაშა ხმაზე ვერა ვარ და არ გეგენოს ეხლა რომ კოლეგა გამოვაცხადეთ თუ რამე არ გეგონოს არ გეგინოს რომ კოლეგა გამოვაცხადე სხვანაირად გამზარული ხმით კაი გიხდება ეგეთი მაგოიდი ზოლა რაღაცა რომ მამაკაცების შავებში რა დამახვე თავი უცხო პლანეტელი მგონია რა ესია ჩვენ ნაწილობრივ მაგრამ შენ გეგონარ მაგრამ ჩვენ ისევ შავს ვაწვევით ჩაცმის თვალსაზრისით კითხები ხო არ გაქვს ბრა ჩემთან მითხარი როგორ ხარ კარგად მადლობა ამ სავარძელში კიდევ უფრო კარგი რაღაცა მართლა მეფურად დავირო რაღაცა ისეთია კომფორტი კვარცხლბეკია რეკლამას არ უკეთებ მართლა ეგეთია რა კარგია და აჰა შენ რა შვები როგორ ახარ თქვენ მე ხო ხედავ ხმა აღარ შემრჩა ნერვი აღარ შემრჩა რა ვიცი შენზე თქვა ნიკო აღარ დამრჩა ნერვი ღერი მაგრამ მაინც უმღერი ნუ მღერი ხოლმე გადაცემის ხედავ მე ხმა არა გაქვს დღეს კარგია გარითმული ის გვაქვს დღეს კი ეს კარგია და გამოსდის რა ხდება ჩემს საყვარელ თავისუფალ თეატრში რა ხდება აი რა უპასუხო ამაზე როგორ ბედაო მაგ შეკითხვით არა მაინტერესებს ან როდის გქონდა ბოლოს სპექტაკლი მითხარი ან თეატრში როდის იყავი ბოლოს სულ ტელევიზიაშია ეს კაცი რუსთაველის თეატრში აღარ არის თავისუფალ თეატრში აღარ არის როგორ არა თელავის თეატრში აღარ არც ერთ თეატრში აღარ არის როგორ არა გასი შეკრება გქონდა რუსთაველის ეროვნულ თეატრში ამ 10 დღის უკან შეკრების მერე არ ყოფილა და გვითხრეს რომ ხელფასებს არ გიმატებთო ვერაო პატა ჟორის ლაშა მაგ საყვედურს მე იმიტომ რომ იმ დღეს გამოვიარეთ ერთად ვიყავით არავინ არ დაგვხვდით არ ვიცი ახლა გამთენის 4-15 და ეს დრო რო იყო იმის გამო არ იყავით თუ მართლა არ იყავით და გამოვიარეთ აფიშებზეც აღარ წერია პაატა გულიაშვილი გული ხდება კარგი არტისტია ეს კაცი და რატო უნდა დაკარგოს შენ სიახლე არიცი აბა ჩვენ თებერვლის თვეში ხსნით თეატრს პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრი დედამიწოვის სად მართლა ამბობ თუ ხუმრობ ეხა ეს ხამიში არა რა მე ხუმრობა თელი ჩემი ცხოვრების ოცნებას ვისრულებ გონი მართლა ამბობ აბა გილოცავთ მაგარი ამბავი და რაც უფრო მეტი თეატრი გაიხსნება მით უკეთესი 50 კაცზე გაცვლილი იქნება ჩვენი სივრცე და იმედი მაქვს რომ სადმე კიბეზე მეც 51-ე დავწევი რომ სცენაზე მოგიწევს ჩვენთან ერთად თამაში თლად ეგეთ პატივს დამდეთ სიამოვნები თქვენთან კომედიის განხრის თეატრი იქნება ჩემო ლაშა მე კომედია არ გამომდის მე უფრო დრამა ბოლო ერთი წელი უფრინდობთ შენ ყველაფერი გავა ამიტომ დავისხებთ კომედიით და მერე წავიყვათ დრამის სფეროს შემოდიხარ უკვე ტრაგიკომედიას ასე რომ ჩემო ლაშა ის რომ აქ ტელევიზიაში ამბავი ვიფიქრე ხა რუსთაველზე ამ საცობების ამბავში მჭირდება 2 საათნახევარი თავისუფალ თეატრამდე 20 წუთით მეტი მოდი აგივე დიდი ღომში გავხსნი სახთან პარემ თქო და იქ ხსნი თეატრს და იქ ვიქნები ხოლმე და
შენც დამშვიდები. 5 წუთი რო გქონდა. აფიშაზე კი რა თლაჩები სახელობი. ახმაზეა, მეშინია. ის ხო გაქვს ტრანსილვანია, ხო გაქვს ნანახი. ის ბელა რო იღვიძებს მე ბოლოს. ინიტორო პატერე სუსტი ბიჭი ხარ. ინი რომტომ ბაბუა დრაქსიც ხა იგრე ბელა პატერე. ინი რომტომ ხო არა ინიტორო სუსტი და პატერე ბიჭი ხარ იმესახმოვანებს მე მგონი ბელა. ო ბელა ლაშას განსაკუთრებით გამოდის ესეთი ხმით მივალთ აქამდეც. ეხლა ისეთი ველოდებოდი როდის აღნიშნავდი იმას ჩემ ნიჭს ამხრივად როდის ისეთი დროა ეს რო არ შეგეკითხო. ხო გამოიპარე რეპეტიციიდან ჩვენი პატივიცემის გამო თუ როგორ მოხვედი ამ დროს აქ. თუ არ უნდა მეთქო? ნუ ამ რო შემთხვევაში დაუბრუნდე თავში რო ამ შემთხვევაში უნდა უთხრა რა ვიწვალია მე ვარ გამოპარული თუ შენ ვარ და ანუ შეუტრიალო კითხვა რავა შენი თელში ყოფნის ამბავს სიმონ კი გაგეცი მაგაზე პასუხი მაგრამ ხო და მეც არ გამოპარულ ვარ 1 საათით გავენთავისუფლე შესვენება. თავისუფალი თეატრიდან კი მეთქი შევჭამეთ მაგრამ ვინ გაცდის ეგრევე გადაცემაში გრიმი მე გადი მე გადაღებაზე როგორც ჩვენი ცხოვრება ხო ეგ არის ეგ არის კი ბატონო იცი რა მითხარი არ ჩვენ ცხოვრებაზე გამახსენდა უნდა ვთქვა ეს რა სანამ შენ მკითხავ ჯობია რაღაცეები ჩემით თქვა რა თორემ დაიწყეს რა ბლიც ინტერვიუს რომ მომაყრის ხო ვიცი რა რაღაცა კი ბატონო კი ჯობია ჯობია რაღაც კითხვები რა და ჩვენ ცხოვრებაზე და რაღაც ზოგადად აი არტისტის ცხოვრება და ხო იყო ადრე რატომღაც ძველი თაობის ხალხი რო ამბობდა რომ აი მსახიობს უნდა შიოდეს მსახიობს უნდა წყუროდეს მსახიობს უნდა სციოდეს ფული არ უნდა ქონდეს ფული არ უნდა ქონდეს ხო რა სარკომა უნდა ქონდეს რაღაცა ხო და ანუ რატო უნდა მშიოდეს მართლა აი მართლა მაინტერესებს ანუ რატო უნდა მშიოდეს ან წყუროდეს ან სციოდეს აი მე გეტყვი არა ანუ აი თქვენთან მაქვს ერთი კითხვა მაძღარი მერილ სტრიპი რომელიმე ფილმში სულა თამაშობს ანუ გააქვთ რამე შენიშვნები მერილ სტრიპთან არა ნახე გასაგებია თუ დაუშვათ როლში ანუ როლი მოითხოვს რომ ქშიოდეს ანუ ედრიან ბროუდს თუ თამაშობ პიანისტში პიანისტს და ედრიან ბროუდი თუ ხარ იმ როლში უნდა ქშიოდეს კი მაგრამ გადაღებები რომ თავდება მე რატო უნდა მშიოდეს ან რატო უნდა მციოდეს რატო უნდა მწყუროდეს მაგის სიერის როლი უნდა ითამაშოს ხო ცხოვრებაში მე უარეს გეტყვი აბა ამაზე უარესი რაღა უნდა მითხრას კიდე გითხრა აი გაგეცინება და ზუსტი არის და ნაფიქრი გეკრიბა შენ რადგან ესე განავრცე არ არსებობს დიდი და პატარა როლი აი მითხარი და ყოველთვის ამას ამბობდნენ ვისაც ქონდა დიდი როლები ხო ვისაც ქონდა იმ ხელა როლი რომ იწებდა და ამთავრებდა და სხვა ვერაფერს ვერ ლაპარაკობდა ანუ ხო და ის არაფერს არ ამბობდა ეს ანუ გეშებდა შენ ხო ხარ მშიერი კი ვარ მშიერი ვარ მე წყურვალი ხო ხარ კი ვარ ხო და პატარა როლი გინდა შენ ვარ წაიცენას მაგაზე მოვყვები ერთ პატარა ისტორიას მე ეს თუ გინდა ამოჭერი თუ გინდა ჩასვით იმ სახიობის სახას დაგვარს არ დავასახელებ ცოტა უხერხულია მაგრამ რამა შიკვაძე მოკლედ საგრემიოროში იკეთებს გრიმს აჰა ეს სპექტაკლიც არის რაღაცა მე-600-ე სპექტაკლია უკვე ნუ ანუ აი ხო ხდებია წესით აღარ უნდა ნერვიულობდე მაგრამ ნუ რამაზე ისე ნერვიულობს რომ აკანკალებს ოფლი ცივი ოფლი ასხავს და ასე შემდეგ ნუ როგორც პროფესიონალი არტისტი ნევა 200 კი ბატონო და პრედინფაქტამდე მდგომარეობა და იქვე საგრემიოროში ის ერთი არტისტი არ არის ისიც აღარ არის ცოცხალი ცხონებული და როგორი როლი ქონდა იცი ამ როლებზე გამახსენდა რომ აი პატარა და დიდი როლია და ანუ შემოდიოდა რაღაცა უნდა ეთქვა და იწებდა და აწყვეტინებდნენ და გადიოდა ეს მე გავაბუქე ამბობდა რაღაც ერთ სიტყვას ამბობდა ხო და ერთ სიტყვას ამბობდა იმასაც აწყვეტინებდა ხო არას დიდენ ბოლომდე ანუ რა და ხო და ზის რა და ნუ რამაზი ნერვიულობს და ნუ აი ერთ ამბავშია რაღაც გეკონება პრემიერა კონდეს და ეს ზის ესე თავისუფლად არც ნერვიულობს არაფერი რა და
რამაზი მაუდა ეხა უნდა შევიდე და რა გავაკეთო და ვაიმე სათამაშო მაქვს და ნუ აი ერთ რაღაც ძალიან ვერ ისვენებს. უყურებს. კაიო ბატონო რამაზო რა განერვიულებსო მე რამდენი სპექტაკლი არისო თან რავი ამაშჩიკვაძე ხარო და რა განერვიულა მეო მაგალითად საერთოდ არ ნერვიულობ. საერთოდ არ ნერვიულობ. ხო და ეხა მაშინ მომიწევს იმის გვარისგან შევცვლი გვარს მოვიგონებ რა. ხო და იმიტომ ხარ შემხობე ყორე გლეჯიაშვილი და მე ჩიკვაზე რომ სულ არ ნერვიულობ. საერთოდ არ ნერვიულობ. კი ბატონო, გამახსოვს. ხო და აი ეგრე მოხდა მოკლედ ხო და ნუ ეს დიდ და პატარა როლებზე არ არის, მაგრამ სამწუხაროდ არიან არტისტები, ვინც აღარ ნერვიულობს, აღარ ღელავს და ეს ავტომატიკა ირთვება და მან თავდება. მათ თავდება ყველაფერი. ხო და რა მინდოდა ლაშა მეკითხა რა. ხო და სანამ შენ კითხავ პატიკო რაღაცა პროვოკაციული კითხვა უნდა გამოვიშვა მე მოვყე ხა რაღაცა ისეთი ეს არის ნამეცადინებელი მოვიდა. ანუ რაღაცა ისეთი უნდა მკითხოს გაიგე რომ ისტორია უნდა გამომგლიჯოს გაიგე და სანამ მე თვითონ სანამ ეს სიტყვას ერთ ჩამადგმევ არა მაცადე მოკლედ მადლობა უბრალოდ თქვა რომ დღეს ხმა არ აქვს პატიკო შენს ხმას ვუფრთხილდები და არ მინდა რომ დაგახარჯინო გესმის ეს იოგები რაც არის შემორჩენილი ხო და პატივცემულო რისი არა მოგოდულში გინდოდა გეკითხა მაგრამ გადმოვალ აქეთ ავტომობილით ხო ვარც იმაში მოყოლა მინდოდა მოკლედ მაინც ხო ის არტისტულად ის არასვენებს შინაგანად უნდა ამოთქვას მოკლედ ტაქსიში ვზივარა მგზავრობ და აქ რომ მოდიხარ თუ რა არა რაღაცა რამდენიმე თვის წინ იყო და ვაჟაფშაველადან დავიძარი და რაღაც მომენტში რა ხო ეხა იყურები რა და აი შუა სარკეში რო შევხედე მიყურებს ეს ტაქსისტი ტაქსის მძღოლი ბოდიშვეხი სულად მოიხსენე ტაქსის მძღოლი მიყურებს ხო და რაღაცა გამოვიხედე და აი კიდე ერთხელ აქეთ ზერა რო გადმოვიტანე და ისევ მიყურებს რა ოღონდ აქეთა წარბიაწია წეღან იქითა იყო აწევი ხა აქეთა აწია მიყურებს და ცოტა დაზა ხო და ეს რომ მივხვდი ხა რომ მიყურებს ანუ ალბათ ვეცნობი მეთქი და აღარ უყურებ ხა ამ სარკეს და ვიყურები ხან აქეთ პანჯარაში ხან იქით პანჯარაში ხო და სადღაც გმირთა მოედანზე ვართ უკვე ოღონ ამ საცობებით ამ რაღაცები და საათი და 20 წუთია მიყურებს რა და მივხვდი რომ ხა რაღაცა უნდა მითხრას ამზადებს რა აუ გამახსენდიო რა უცებ მეუბნება რა მე ჩუმატვარე ხა რა უნდა უთხრა აუ მაგრამ მევასება შენი ლექსები რა მეუბნება მეთქი გაიხარე დიდი მაგ შენი ლექსები რაღაცა ფორმულირება ცოტა ისეთი რა ალბათ ვფიქრობ რომ იგულისხმა ჩემი წაკითხული ლექსები რა გულში ვფიქრობ ეგ იგულისხმა გაიხარე მეთქი ძალიან დიდი მადლობა უღრმე სუგისმენ მეუბნება რა მეთქი გაიხარე დიდი მადლობა აუ ეს მესაფლავე რა მაგარი ლექსი დაწერე მეუბნება ანუ აი საცობში ხო ვიდექი რა მინდოდა რომ აი კარი გამეღო და ფეხით გამეგზელებინა გზაინტო რომ მაინც ვიდექი და მეთქი ფეხით ცოტას ხო წინ წავიწევი მეთქი ანუ აი რავი რა არ ვთქვამთ რა მაგარი მონოლოგისტი ხარ რა მაგარი პაროდი რა ზურას რა მაგრა დასცინი რატო დავცინი არ ვიცი ანუ კაი ანუ რა არ ვთქვამთ აი როგორი ფორმულირებით არ ვთქვამთ რაღაც ხვდები მაგრამ გალაქტიონს არასდროს არ შეუდარებია არ დაუბრალებიათ შემდგის გალაქტიონობა მაგარი შედარება არა ნეტა შევედარებინე დამაბრალა ანუ გალაქტიონობა დამაბრალა ბოლოს შენახარო შენ მე ამას ახლა იმ ზღოლს არაფერს არ ვეჩი კარო ბოლოს როდის ნახა გალაქტიონი და თავის ახლა შედარება რა უნდა ქრა უნდა მიიღო ეგეთი კომპლიმენტი არ მიმიღი შენ არავისი არ შეშლებ ხარ რომელიმე ეს დამაინტერესა ახლა ნუ ტრამპი არა ტრამპი არა იცი ვის გავს ძალიან მაგრად ვის იმას რა ქვია ჩიტოს შიშველ პისტოლეტში რო თამაშობს რა ქვია ისა კი თავარ როლში ვინც არის რა ქვია მაგ მსახიობს ისა ლესლი ნილსენი ხო ჯაღარეთ ლესლი ნილსენიო სხვა წარმოდგენა აცქუნა შიშველი თუ არ უნევია ეს არავის შიშველი პისტოლეტი მეთქი დავაყოლე ჩაცულს არავის არ გავს ერთი რა მინდა გითხრა თამადობასთან როგორ არა ძალიან შორს ვარ. მე ვიცი თამადობასთან და დალევასთან ვარ ძალიან შორს რა და აი რამდენჯერაც სადღაც სუფრაზე მოხვდები
ქორწილია თუ დაბადების დღეა თუ წამყვანი ვარ თუ ანუ აი სადაც არ უნდა იყოს, ანუ დალიე. ანუ არ ვსვავ. არ რაღაც ხوارი არ გიყვარს რა. ანუ არ ვსვავ. თვითონ სიმთვრალის მდგომარეობა არ მიყვარს რა. აი კახეთში რო შენი საღამოები იმართება ხოლმე. რო? კახეთში ხო გქონდა პოეზიის საღამო რაღაცა ხო გააკეთე 1-2 მერე? იქ როგორ უძლებ კახელები რო გაძალებენ და არა, ხო და მაგას გეუბნება, ანუ არ შემე და დალიე, არ შემე, არ ვსვავ. რა მსახიობი ხარ, შენ რა არტისტი ხარ თუ არ ვსვავ, ანუ არტისტი თუ ხარ, უეჭვე ლოთი უნდა იყო, ნუ სვავდე. აბარა! სვავდე. გააჩნია რომელი კუთხიდან ხარ. ალტერნატივა გაქვს, მაშინ შეერი უნდა იყოს. რატო? ხო და რატო, მე კაცო? მეუბნები რომ არა, მადლობ, ჭამა მირჩევნია. დავით უფლისაშვილი არის ზესტაფონელი და ჩემზე მეცვავს. რა შეკუთხე. ეწყინა ეს. გაიგე შენ? ეწყინა. გააჩინია კაც. ნუ გეჩინია. გეწყინა, მერე რა. კაც რამდენი შეუძლია დალევა. უფლისაშვილზე ვლაპარაკო. მე ყოველთვის ასაკში და მჯობნის. სტურვაზე ვარაფერი ვთქვა. არა, არ მიყვარს მართლა და ყველგან არა, ამსახიობი. ბიჭო, შენ თუ გჭირდება, ანუ 4-5 ჭიქა ადამიანო რო რაღაცა ტონუსში მოხვიდე და რაღაცა დაძაბულობა მოგეხსნას და იქ დაიწყო ხუმრობა, რაღაცა ლექსი, სიმღერა, დაკვრა, ამბავი თუ გჭირდება, მე არ მჭირდება. აი ასტე ობელიქსი ხო ჩავარდა იმ ეგ ბავშვობიდან ეგრე ვარ. ხტები აი სულ მაგ ხასიათზე ვარ. შეგერეცვალე, აბსოლუტურად. რაღაცა ასე ვთქვათ, დოპინგები არ მჭირდება, რომ ხასიათზე მევიდე, სიმონ. სულ ხასიათზე ვარ. გეტყობა. სულ ფორმაში. მითხარი ნიკოს ლექსებიდან ყველაზე ძალიან რომელი ლექსი გიყვარს? ნიკოს ლექსი ესე ვერ გამოვარჩევ. ხო და მაშინ რომელიც წაკითხვა უფრო გიყვარს? შენ ხო მე ვიცი რომ გიყვარს და მე მინდა იქით მიმყავს რომ ერთი ლექსი წაიკითხო ნიკოს ლექსი რა. მაინც გამიჩალიჩა რა. არა, არა ეს ვთხოვე მეთქი ლექსი. ახლა დაგეწია ტონუსი. აი ნახე ის ხო არის, არა არ დამეწია ტონუსი, მაგრამ ის ხო არის ხო გაძალებენ რომ უნდა დალიო რა. ანუ თუ არ სვავ ისა, ეხა აქ ანუ არა აქედან ისე ვერ გაგიშვებ ლექსი არა, იმიტომ რომ ჩემი კუბოა თამაში ხელი. ჯერ ეს ერთი გიკუტე. ჯვარი გეწე. ჯერ ეს ერთი ჩემო ლაშა მე მიყვარს შენ როცა კითხულობ ნიკოს ლექსს. აქედან დავიწყოთ და მე იმ სივრცეში სადაც შენ ამას აკეთებ. არის ცოტა რაოდენობა. და მე მინდა რომ სატელევიზიო ეთერი დაგითმო ჩვენმა მაყურებელმა გაიგოს როგორი ნიჭიერი კაცი ხარ და როგორ შეგიძლია შენ ამის გაკეთება და რა მოხდა ახლა? უფროს თაობის წარმომადგენელს მეც სიპატივი. მეც სიპატივი ბატონო და ეს არის. კარგი, ერთს წავიკითხავ. ესე გამორჩევა ეხა გამიჭირდება რა, მაგრამ ასა ფინალის გამოვარჩევ და მე მაგასაც ვიტყვი რატო რა. კი ბატონო.